2012 წლიდან 2016 წლამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გახდა დავით უსუფაშვილი და აი ამ წლებში დადგა საკითხი, რომ სრულებით პროპორციულად ჩატარებულიყო მომდევნო არჩევნები და 2016 წლის მოსალოდნელ არჩევნებზე იყო აზრთა სხვადასხვაობა და ქართულ ოცნებაში სხვათა შორის ძალიან ბევრი იყო მხარდამჭერი, რომ 2016 წელს პროპორციული ყოფილიყო ის არჩევნები, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა თავად დავით უსუფაშვილი, რომელიც დღეს ჭკუას არიგებს საზოგადოებას და პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერია. დავით უსუფაშვილის საჯარო განცხადებები არსებობს, სადაც ის ამბობს, რომ იმ მომენტში სახელმწიფო არ იყო მზად იმისთვის, რომ ვითომ და საპარლამენტო არჩევნები სრულებით პროპორციული ყოფილიყო, რომ ამას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდებოდა და შესაბამისად დროში გაწელილი იქნებოდა და ის ამბობდა, რომ 2020 წელს უკვე სახელმწიფო იქნებოდა მზად. უბრალოდ 2020 წლამდე აღარც უსუფაშვილი გააჩერეს ამ პარტიაში, ის როგორც გამოყენებული ერთჯერადი ქაღალდი მოისროლეს და მას როდესაც შეეძლო, რომ ამ ქვეყანაში კონსტიტუციურად მომხდარიყო ცვლილებები და ქართულ ოცნებას აღარ ქონოდა მექანიზმები იმისა, რომ მომავალში აბსოლუტურად ყველა არჩევნები გაეყალბებინა, დავით უსუფაშვილმა შეუწყო ხელი. დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, რომელიც დღეს საუბრობს, რომ თითქოს სხვა პოლიტიკური პარტიები აფერხებდნენ აი ამ კანონის მიღებას და ისინი თითქოს არ უჭერდნენ მხარს, აი ეს ორი დესტრუქციული ცოლ-ქმარი, რომლებსაც ჰქონდათ 1%-იანი რესპუბლიკური პარტია, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყოველთვის მონაწილეობდნენ ანტიქართულად და მათი მონაწილეობა რაღაცა პოზიტიური ნაბიჯების მხრივ არასდროს არ გვინახავს და მათი ტალახიანი პოლიტიკური ნაბიჯებით საქართველოს ყოველთვის აზიანებდნენ. დღეს უსუფაშვილი, ხიდაშელი, მათთან შემოკრებილი ხელმოწარული პოლიტიკოსები დგანან სხვადასხვა ტელევიზიებში და ქართულ საზოგადოებას მოძღვრავენ თუ რა არის დემოკრატია და თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. მათ ჰქონდათ შესაფერისი მომენტი, არ გამოიყენეს, ვერ გამოიყენეზე არ არის საუბარი, არ გამოიყენეს და ბიძინა ივანიშვილს მისცეს დიქტატორული რეჟიმის ჩამოყალიბების საშუალება და თითო აგური ამ ადამიანებსაც აქვთ დადებული. შესაბამისად, დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი და მათნაირი გაყიდული პოლიტიკოსები, რომლებიც 90-იანებიდან დღემდე მოდიან და ღირებული არაფერი არ შეუქმნიათ ამ ქვეყანაში, ტელევიზიებში კვლავაც აქტუალურები არიან და მათ სიტყვას თითქოს საზოგადოება რაიმე მნიშვნელობას ანიჭებს. აი ასე გვტენიან ტელევიზიები, განსაკუთრებით ტვ1, რომ თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს, მათ პარტიაში იყო კიდევ დავით ზურაბიშვილი და კიდე სხვადასხვა ვიღაცები, ისინი გვიკითხავენ მორალს.